ოლიგარქი ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინშია. სანქციების ინიციატორი ბრიტანელი დეპუტატების რიცხვი გაიზარდა. თემთა პალატიდან უკვე 18 წევრი ითხოვს ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. წინადადების განხილვას თემთა პალატა თებერვლის სესიაზე დაიწყებს, როგორია პოლიტიკური შეფასებები საქართველოში. ნინი ბალანჩივაძე ისაუბრებს ვრცლად თემაზე. დღითი დღე იზრდება იმ დეპუტატების რიცხვი, რომლებიც ხელს აწერენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. შესაბამისი წინადადება უკვე დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში არის შესული და 14-დან 18-მდე გაიზარდა უკვე ხელმომწერთა რიცხვი, რაც შეეხება ხელმომწერებს, ვინც ითხოვს ოლიგარქი ივანიშვილის დასანქცირებას. აქ უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ჯგუფი, რომელიც მუშაობს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ამ ინიციატივას ეთანხმება და მათ შორის არის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი მმართველი პარტიიდან ბლერ მაკდუგალი, რომელიც ასევე აწერს ხელს ამ ინიციატივას წინადადებას, რომელიც უკვე როგორც გითხარით თემთა პალატაში არის წარდგენილი და განხილვა ამ ინიციატივისა დაიწყება თებერვალში, როდესაც გაიხსნება დიდ ბრიტანეთში სასესიო სხდომები თემთა პალატაში და სხვათა შორის ბლერ მაკდუგალი არის ის დეპუტატი, რომელიც ასევე ითხოვდა და დაახლოებით 12 დეკემბერს მოვისმინეთ ჩვენ მისგან ინიციატივა თემთა პალატაში, რომ უნდა დასანქცირდეს ქართული ოცნების მთავარი და იმედის მთავარი პროპაგანდისტი ირაკლი რუხაძე და მისი ინიციატივა შეეხებოდა იმას, რომ სანქციები იყოს გამოყენებული იმედის წინააღმდეგ, რომლის ფლობელი კომპანიაც ბრიტანეთში არის დაფუძნებული. შესაბამისად, დიდი ალბათობით უკვე გადაწყვეტილება სანქციებასთან დაკავშირებით იქნება მომდევნო თვეში განხილვა უпростоრად თემთა პალატაში და ამის შემდგომ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ბიძინა ივანიშვილის სანქციებასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ ეს იქნება ფინანსური სანქციები და ამ სანქციების ქვეშ მოხვდება ყველა ის ოფშორული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაშია და რომელიც ასევე შედის დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ. ასეთი არის დაახლოებით 15-მდე კომპანია და ამაზე არაერთი კვლევა არსებობს, როგორც საერთაშორისო კვლევა, ასევე ადგილობრივი საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა და ეს კომპანიები, ოფშორული კომპანიები თავის მხრივ მოიცავს 95-მდე ქართულ კომპანიას. ოპოზიციური პარტიები დარწმუნებულები არიან, რომ კიდევ უფრო ხისტი იქნება ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვნახავთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ევროკავშირისგან, დიდი ბრიტანეთისგან და ისინი დარწმუნებულები არიან იმაში, რომ სიგნალად და ცნობად მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ დიდმა ბრიტანეთმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ვინაიდან ისინი კოორდინაციაში არიან, როდესაც საუბარი არის სანქციებზე, ფინანსურ სანქციებზე და ოლიგარქის დასანქცირებაზე. შესაბამისად, ეს პროცესები კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება და საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდება ბიძინა ივანიშვილისთვის და ამას უკავშირდება სწორედ ის გაღიზიანება, რომელიც უკვე ამ დაანონსებულმა სანქციებმა ოლიგარქის გუნდში გამოიწვია. ბრიტანეთის მიერ ინიციირებული სანქციები პირდაპირ უნისონში არის ამერიკულ სანქციებთან და როგორც წესი, როგორც ხდება ხოლმე ამერიკულ სანქციებს ყოველთვის მოყვება ბრიტანული სანქციები და ეს ივანიშვილის რეჟიმმა და თავად ივანიშვილმაც ძალიან კარგად იცოდა, ამიტომ არიან ისინი აპათიაში და დაპანიკებულები თუ რა უნდა უყონ იმ ქონებას, რომელიც 95-ზე მეტი ბიზნესი არის კომპანია, რომელიც ბრიტანეთში რეგისტრირებული. ქვეყნის რეპუტაციისთვის ცხადია ეს არ აისახება კარგად, მსგავსი სანქციები ავტომატურად გულისხმობს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშიც მოექცევა სულ მალე, ამიტომ აქედან გამოსავალი ხალხმაც, დასავლეთმაც და ბიძინამაც მათ შორის უნდა იცოდეს, რომ არის მხოლოდ ახალი არჩევნები და პოლიტპატრიონების გათავისუფლება, რაც გახდა საფუძველი სწორედ ამ სანქციების ამოქმედების. ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა, რომ გააფუჭა ურთიერთობა ბრიტანეთთან. ეს არ არის მხოლოდ ერთი დღის ქმედებების შედეგი, საერთოდ შეჩერდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგების ფორმატი, ასევე თავდაცვის შტაბების მეთაურებს შორის შეხვედრები. ბრიტანეთის სანქციებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ბრიტანეთი არ გახლავთ ევროკავშირის წევრი და ამიტომ ინდივიდუალურად და ტარგეტირებულად იღებს სანქციებს. განსაკუთრებით მძიმეა ფინანსური თვალსაზრისით ქართული ოცნების წარმომადგენლობისთვის, რადგანაც ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ არის მათი ოლიგარქიული კომპანიები. შიშები არის ნამდვილად საფუძვლიანი, იმიტომ რომ დიახ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური დანაზოგი და ფინანსური პაკეტები აქვს დიდ ბრიტანეთში. წინა სანქციებიდან განსხვავებით ეს სანქცია იქნება გაცილებით მძიმე. ამ სანქციებით ბიძინა ივანიშვილს შეეზღუდება ის ბერკეტები, რომელი ბერკეტებითაც ცდილობს ის კვებოს რეჟიმი, კვებოს ძალადობა. ბრიტანეთიდან ძალიან მკაფიო სიგნალი უკვე გაუგზავნეს ივანიშვილს, როდესაც მისი მინისტრები, გომელაური სხვა ძალოვნები დაასანქცირეს. როგორც ჩანს და როგორც ხვდებიან ბრიტანელები, ივანიშვილი გონს არ მოიგო, უკან დახევას არ აპირებს.
შესაბამისად შემდეგი იქნება თავად ივანიშვილი და მისი ოჯახი. და ის ფაქტი, რომ სრული მხარდაჭერა აქვს ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას, ამაზე მეტყოლებს, რომ ამას მხარს უჭერს როგორც კონსერვატორები, ასევე მართველი ლეიბორისტები, ასევე ლიბდემები, ანუ ყველა ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია ბრიტანეთის პარლამენტში. ბრიტანეთმა უკვე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის საპასუხოდ. ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე დასანქცირდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე დასანქცირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები და ახლა როგორც ჩანს, ჯერი არის ბიძინა ივანიშვილზე ოლიგარქზე, რომელიც იღებს ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში უკვე წარდგენილი არის წინადადება მისი დასანქცირებასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენ ვნახეთ დიდი ბრიტანეთის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებები მათ შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის გაყინვასთან მიმართებით, რაც უკავშირდება სწორედ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეც, მათ შორის ჯო უილსონი მიმართავს ბრიტანელ მოკავშირეებს და ის მიმართვაში წერს, რომ უნდა დასანქცირდეს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, უნდა დასანქცირდეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალი მეგობარი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე პროცესები უკვე დაძრული არის დიდ ბრიტანეთში. ბიძინა ივანიშვილს სავარაუდოდ ახლო მომავალში უკვე ემუქრება ფინანსური სანქციები და ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ეს იქნება ძალიან მტკივნეული ივანიშვილისთვის, ოლიგარქის გუნდისთვის და ეს რომ ასე არის, ამას ცხადყოფს მათ შორის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც ოლიგარქის გუნდმა იერიში მიიტანა დიდ ბრიტანეთზე.